შობას ძალიან ბნელი წარმოშობა აქვს და მე დავამტკიცებ, რომ ის დღესაც გაკონტროლებთ. რა მოხდება თუ გეტყვით, რომ ყველაფერი, რასაც 25 დეკემბერს აღნიშნავთ, თქვენი ქვეცნობიერის დაპროგრამებისთვის იყო შექმნილი? და რა მოხდება თუ ამ ტრადიციების შემქმნელებმა ზუსტად იცოდნენ, რას აკეთებდნენ? არსებობს მიზეზი, რის გამოც სანტა სატანის ანაგრამაა. ეს დამთხვევა არ არის, ეს ეტიმოლოგია. და სანამ ამას უარყოფთ, მოდით გაჩვენოთ რაღაც, რაც სამუდამოდ დაარღვევს თქვენს აღქმას. შეხედეთ სიტყვას შობა. ქრისტე, წირვა. ქრისტეს წირვა, მაგრამ რომელი ქრისტე, რადგან ბიბლიის იესო დეკემბერში არ დაბადებულა. ყველა მეცნიერი აღიარებს ამას. მაშ, ვის დაბადების დღეს აღნიშნავთ სინამდვილეში და რატომ აღნიშნავს სანტა, ეს წითელი კოსტიუმიანი ფიგურა, რომელიც გხედავთ, როცა გძინავთ? იცის, როცა ფხიზლად ხართ, აფასებს, ცუდი იყავით თუ კარგი. რატომ ჟღერს ის ზუსტად ისე, როგორც სატურნის ოკულტური აღწერა? აი, რას არ გეუბნებიან სიტყვებს, სიმბოლოებს. რიტუალები, რომლებსაც ყოველ დეკემბერს იმეორებთ, სპეციალურად იყო შექმნილი იმისთვის, რომ უძველეს სიხშირეში ჩაგეკეტათ მატერიალიზმის, კომერციული თაყვანისცემის, ბავშვობის პროგრამების სიხშირეში, რომელიც ზრდასრულ ასაკშიც გაჰყვებათ. და აი, სად ხდება ეს შემაშფოთებელი? ძველ რომში აღნიშნავდნენ სატურნალიას, სატურნის, დროის, შეზღუდვისა და კონტროლის ღმერთის თაყვანისცემას. 17 დეკემბრიდან 25 დეკემბრამდე თარიღები, ტრადიციები. საჩუქრების მიცემა, ნადიმი, ნაძვის ხეების მორთვა, რულონის შეცვლა, სადაც ბატონები მონებს ერთი დღით ემსახურებოდნენ. ნაცნობად ჟღერს? მათ ეს არ შეცვალეს, უბრალოდ გადააკეთეს სახელი. სიხშირე შეინარჩუნეს და ყოველწლიურად თქვენ მონაწილეობთ უძველეს რიტუალში იმის ცოდნის გარეშე. თუ რას იძახებთ სინამდვილეში. მომისმინეთ, ვიცი, რომ ეს თავიდანვე მძიმედ ჟღერს, მაგრამ დარჩით ჩემთან, რადგან ის, რასაც ახლა გაგაცნობთ, არ არის შეთქმულების თეორია. ეს არის დაკვირვებადი ნიმუშების ამოცნობა და როგორც კი დაინახავთ, ვეღარ დაივიწყებთ. ასე რომ, აი, რაზე არავინ საუბრობს. ყოველ დეკემბერს, როცა იცვლი, საკუთარი თავის სხვა ვერსია ხდები, უფრო ემოციური, უფრო ნოსტალგიური. ხარჯავ ფულს, რომლის დახარჯვაც არ გქონდა დაგეგმილი. გრძნობ იმას, რისი განცდაც არ აგირჩევია. ანელებ ტემპს. დრო უცნაურად გეჩვენება. უკავშირდები ადამიანებს, რომლებსაც 11 თვის განმავლობაში უგულებელყოფდი და შემდეგ იანვარი მოდის და ყველა ამ განზრახვას ისახავ, ახალი წელი, ახალი შენ. მარტისთვის კი ისინი ქრება. სრულიად იშლება და გეუბნებიან, რომ ეს უბრალოდ სადღესასწაულო განწყობაა, არა? კულტურული, ტრადიციული, ოჯახური დრო, შობის მაგია. მაგრამ აი, რა აწუხებს ადამიანებს, როდესაც ისინი ნამდვილად იწყებენ ყურადღების მიქცევას. შენი სხეული არ რეაგირებს სულზე. შენი სხეული რეაგირებს რიტუალზე. შენი ნერვული სისტემა დეკემბერს საგანგებო მაუწყებლობასავით აღიქვამს. ბავშვობის მოგონებები ნებართვის გარეშე გიბრუნდება. თავს კეთილშობილურად, დამნაშავედ, მარტოსულად, იმედიანად გრძნობ, ყველაფერი ერთსა და იმავე დროს და ეს ყოველ წელს ხდება საათის მექანიზმის მსგავსად, იგივე ნიმუშები, იგივე ემოციური პიკები, იგივე დაღლილობა იანვარში. არასდროს გიკითხავს, რატომ არავინ გითხრა, რომ კოლექტიური ემოცია რეალობას უფრო სწრაფად ანგრევს, ვიდრე ინდივიდუალური განზრახვა. არავინ ახსნა, რომ როდესაც მილიარდობით ადამიანი ერთდროულად ერთსა და იმავეს გრძნობს, ეს ქმნის უზარმაზარ ელექტრომაგნიტურ ველის ეფექტს. არავინ ახსენა, რომ უძველესი ცივილიზაციები სპეციალურად იყენებდნენ სეზონურ რიტუალებს ვადების დასაბლოკად და მოსახლეობის გადასატვირთად. თქვენ გეგონათ, რომ ზეიმობდით, მონაწილეობდით. და მე ვგულისხმობ, ერთი წამით დაფიქრდით ამაზე, შობა ემთხვევა ზამთრის მზებუდობას. ზუსტი მომენტი, როდესაც დედამიწის ღერძი მზისგან ყველაზე შორს იხრება და ადამიანის ცნობიერება ყველაზე მგრძნობიარე ხდება შთაგონების მიმართ. ეს არ არის პოეზია. ეს არის ნეირომეცნიერების შეხვედრა უძველეს ტექნოლოგიასთან. წლის ყველაზე ბნელი დღე, მაქსიმალური სიბნელე, მაქსიმალური ბიოლოგიური დაუცველობა. და სწორედ იქ, სწორედ იმ მომენტში, კაცობრიობამ დააწესა თავისი უდიდესი რიტუალი. ყველა კულტურამ, რომელმაც გაიგო ცნობიერება, რაღაც უზარმაზარმაზარი დააწესა მზებუდობაზე. ყველა. ეს არ არის დამთხვევა. ეს არის დიზაინი, რიტუალები მოქმედებს გამეორების გზით. პლუს სიმბოლიზმი, პლუს ემოცია. გააკეთეთ რამე ერთხელ. ეს არის მოვლენა. გააკეთეთ ეს ყოველწლიურად მთელი თქვენი ცხოვრების განმავლობაში. ეს არის იდენტობის პროგრამირება. დაამატეთ სიმბოლოები, რომლებიც გვერდს უვლიან თქვენს ლოგიკას.
ხეები, განათებები, საჩუქრები, სისხლი, წითელი ფერები და თქვენი პირდაპირი საუბარი ქვეცნობიერთან. თქვენ კოდს წერთ ოპერაციულ სისტემაში. აი, რას ესმის ელიტა, რაც თქვენ არ გასწავლეს. მეხსიერება პლუს ემოცია პლუს სიმბოლიზმი ქვეცნობიერის გადაწერას უდრის. ყოველ დეკემბერს თქვენი ბავშვობა ანაბეჭდებს ტოვებს, ხელახლა აქტიურებს სიმღერებს, სურნელებს, ფილმებს, ისინი შობას არ გახსენებენ. ისინი შობა არიან. ისინი მას წლიდან წლამდე აკოდირებენ თქვენს ნერვულ სისტემაში. და როდესაც მილიარდობით ადამიანი ერთდროულად სინქრონიზდება ერთი და იგივე სიმბოლოების გარშემო, რეალობა იხრება, ვადები ხელახლა იწერება. კოლექტიური ველი თავის თავს ხელახლა წერს. სწორედ ამიტომ გეჩვენებათ იანვარი ახალ დასაწყისად, მიუხედავად იმისა, რომ ის ფაქტიურად კიდევ ერთი თვეა ადამიანის მიერ შექმნილ კალენდარში. რიტუალი დასრულდა, სიხშირე შეიცვალა, თქვენი რეალობა გადატვირთეს და თქვენ არც კი იცოდით, რომ დათანხმდით ამას. ასე რომ, ამ ვიდეოს შემდეგ, თქვენ აღარასდროს განიცდით შობას ისე, როგორც ადრე. ამას დრამატულად არ ვამბობ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ როგორც კი დაინახავთ რიტუალს, ცხადია, არა პარანოიით, არამედ სიცხადით, ვეღარ დაუბრუნდებით არაცნობიერ მონაწილეობას. თქვენ შეწყვეთ იმ ტრადიციების გაძლიერებას, რომლებიც არ აგირჩევიათ. შეამჩნევთ, როდის გემართებათ ნოსტალგია და ამოიცნობთ მას, როგორც გამშვების სიგნალს და არა სიმართლეს. თქვენ უყურებთ სიმბოლოების გამოჩენას და მიხვდებით, რისთვის არიან ისინი შექმნილი. თქვენ იგრძნობთ ემოციურ მიზიდულობას და მიხვდებით, რომ ეს არ არის შემთხვევითი მაგია. ეს უძველესი ტექნოლოგია. და ის კვლავ მუშაობს, კვლავ ამუშავებს. და შეხედეთ, საქმე არ არის შობის უარყოფაზე, არ არის დეკემბრის გაფუჭებაზე ან იმის გამო, რომ ცუდად გრძნობ თავს, რომ თკბები. საქმე ეხება იმის დანახვას, თუ რა ხდება სინამდვილეში. შობა სიხშირის ინჟინერია, ეს ცნობიერების არქიტექტურაა. ეს არის რეალობის კოლაფსის მექანიზმი, რომელიც შენიღბულია კულტურული ტრადიციით. როგორც კი დაინახავთ მას, როგორც კი ნამდვილად გაიგებთ, თუ როგორ მუშაობს რიტუალები, როგორ აყალიბებს კოლექტიური ემოცია რეალობას, როგორ აპროგრამებს სიმბოლური გამეორება ქვეცნობიერს, ვერასდროს შეძლებთ მისგან თავის დაღწევას. და ეს არ არის დანაკარგი, ეს თავისუფლებაა, რადგან რიტუალები მხოლოდ მაშინ გაკონტროლებთ, როცა არ იცით, რომ მათში ხართ. კარგი, მოდით, უკან დაგაბრუნოთ. ქრისტიანობამდე დიდი დრო. იესომდე 25 დეკემბრის შესახებ მოთხრობილ ნებისმიერ ისტორიამდე. ზამთრის მზებუდობა კაცობრიობის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო 10,000-ობით წლის განმავლობაში და ვგულისხმობ. როდესაც ამაზე ნამდვილად დაფიქრდებით, რა თქმა უნდა, ეს იყო ის, რომ თქვენ ცხოვრობთ ელექტროგანათების, ცენტრალური გათბობის, უბრალოდ ჩამრთველის ჩართვისა და სიბნელის გაქრობის ეპოქაში. მზე სითბოსა და სინათლის ერთადერთი საიმედო წყაროა და ზაფხულის ბუნიობის შემდეგ ყოველდღე მზე ცოტა ადრე ჩადის. დღეები მოკლდება. ღამეები გრძელდება, უფრო ცივდება, უფრო ბნელდება და დგება მომენტი, ეს ერთი კონკრეტული დღე, როდესაც მზეცაზე ყველაზე დაბალ წერტილს აღწევს, უმოკლეს დღეს, ყველაზე გრძელ ღამეს, 21 დეკემბერს, ძველი ხალხისთვის მეტნაკლებად. ეს იყო მომენტი, როდესაც მზე შეიძლება უბრალოდ კვდებოდა, როდესაც სიბნელე შეიძლება რეალურად გაიმარჯვოს. და ბიოლოგიურ დონეზე ისინი მართლები იყვნენ, რომ შეშინებულები იყვნენ. რადგან მზის დაბრუნების გარეშე ყველა კვდება. მოსავალი არ იზრდება. ცხოველები არ გადარჩებიან. ცივილიზაცია იშლება. მაშ რა გააკეთეს მათ? მათ შექმნეს რიტუალები. მასიური, დახვეწილი, ემოციურად ინტენსიური რიტუალები. შექმნილია იმისთვის, რომ და მე აქ სიტყვასიტყვით ვამბობ, მზე დაარწმუნონ დაბრუნდეს ან პატივი სცენ მის დაბრუნებას. ან აღნიშნონ მისი ხელახალი დაბადება. რიტუალი იცვლება კულტურის მიხედვით, მაგრამ დრო ყოველთვის იგივეა. ყოველთვის ბუნიობის დღეს, ეგვიპტელები აღნიშნავდნენ ჰორაციუსის ხელახალი დაბადებას. სპარსელები მითრას, კლდიდან დაბადებულ მზის ღმერთს აღნიშნავდნენ. 25 დეკემბერს სკანდინავიელები შეშას წვავდნენ. სახლში მარადმწვანე ხეებს შემოჰქონდათ, რათა შეეხსენებინათ, რომ სიცოცხლე სიკვდილის სეზონზეც კი გრძელდება. კელტები კოცონებს ანთებდნენ. რომაელებს სატურნალია ჰქონდათ, რაზეც უკვე ვისაუბრეთ და სწორედ აქ ხდება ეს საინტერესო. ქრისტიანობა ჩნდება. იესო ახალი რელიგიის ცენტრალურ ფიგურად იქცევა. მაგრამ ქრისტიანობის გამავრცელებელ ადამიანებს პრობლემა ჰქონდათ. შეუძლებელია უბრალოდ წაშალო რიტუალები, რომლებიც ადამიანის ცნობიერებაში ათასობით წლის განმავლობაში იყო ჩადებული. ხალხს ვერ ეტყვით, შეწყვიტეთ მზის ბუნიობის აღნიშვნა. ეს ახლა წარმართულია.
ამიტომ მათ გაცილებით ჭკვიანური რამ გააკეთეს. მათ არსებული რიტუალის თავზე თავიანთი ისტორია დაამატეს. მათ თქვეს, იესო სამყაროს ნათელი 25 დეკემბერს დაიბადა, მიუხედავად იმისა, რომ ის არ დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ბიბლიის მკვლევარი გეტყვით, რომ წყემსები მინდორში აღწერა ისტორიული ქრონოლოგია, ყველაფერი გაზაფხულზე ან შემოდგომაზე მიუთითებს და არა ზამთარზე. მაგრამ 25 დეკემბერი ისტორიული სიზუსტისთვის არ შეირჩა. ის ფსიქოლოგიური ეფექტურობის გამო შეირჩა. მათ აიღეს საულის უძლეველი, დაუმარცხებელი მზე. 25 დეკემბერს რომაული დღესასწაული, რომელიც წის სიბნელეზე გამარჯვებას აღნიშნავდა, ამბობდნენ, ეს იესოა. ახლა ის სინათლეა, ის ხელახლა დაბადებაა. ის არის ძე, რომელიც არასდროს კვდება. და ეს იმუშავა, რადგან რიტუალი უკვე არსებობდა. ემოციური ინფრასტრუქტურა უკვე აშენებული იყო. სიმბოლიზმი უკვე ჩანერგილი იყო. მათ მხოლოდ სახელის შეცვლა მოუძიათ. შობა იესოთი არ დაწყებულა. შობა არის რაღაც გაცილებით ძველის გაგრძელება. ტექნოლოგია კოლექტიური ცნობიერების გადატვირთვისთვის წლის ყველაზე ფსიქოლოგიურად დაუცველ მომენტში. და აი, რამ დამამშვიდა. როდესაც პირველად გამოვიკვლია ეს, ადრეული ქრისტიანული ეკლესია ამის შესახებ იცოდა. მათ ამის შესახებ დაწერეს. წმინდა ავგუსტინე, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ეკლესიის მამა. სიტყვასიტყვით თქვა, რომ მათ 25 დეკემბერი აირჩიეს წარმართულ დღესასწაულებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ამიტომ მოქცევა უფრო ადვილი იქნებოდა. ისინი ამას არ მალავდნენ. ისინი უბრალოდ დაელოდნენ, სანამ ადამიანების უმეტესობა დაივიწყებდა. ასე რომ ახლა თქვენ გაქვთ ეს რიტუალი, რომელიც ათასობით წლის განმავლობაში მიმდინარეობს, იგივე დრო, იგივე სიმბოლოები, იგივე ემოციური რიტმი და ყოველწლიურად მილიარდობით ადამიანი მონაწილეობს ყოველგვარი კითხვის გარეშე, თუ რატომ? ისინი უბრალოდ აკეთებენ ამას, რადგან ეს არის ის, რასაც დეკემბერში აკეთებენ. სწორედ ასე ღრმად მიდის პროგრამირება. კარგი, მოდით ვისაუბროთ კონკრეტულად სატურნალიაზე, რადგან სწორედ აქ ხდება ყველაფერი ველური. სატურნი იყო რომაული ღმერთი დროის, სოფლის მეურნეობის, სიმდიდრის და ეს არის მთავარი შეზღუდვა. ის წარმოადგენდა ოქროს ხანას, რომელიც ოდესღაც არსებობდა და შემდეგ გაქრა დრო, როდესაც ადამიანები ცხოვრობდნენ შრომის გარეშე, ბრძოლის გარეშე და ყოველ დეკემბერს რომაელები ამ დაკარგულ ოქროს ხანას აღნიშნავდნენ ერთი კვირის განმავლობაში რეალობის თავდაყირად აყენებით. ბატონები მონებს ემსახურებოდნენ. სოციალური ნორმები დაინგრა. ხალხი საჩუქრებს არიგებდა. მათ მცენარეებით მორთეს. 7 დღის განმავლობაში ზედიზედ 17 დეკემბრიდან 23 დეკემბრამდე ნადიმობდნენ. სვამდნენ და წვეულებდნენ, ზოგჯერ 25 დეკემბრამდეც კი. და აი, ის ნაწილი, სადაც თეორია, სატურნის აღწერის წესი თითქმის იდენტურია იმისა, თუ როგორ აღწერეთ სანტა მოხუცი ფიგურა გრძელი წვერით, რომელიც განკითხვასა და დროსთან ასოცირდება. ის ყველაფერს ხედავს. მან იცის, კარგი იღავი თუ ცუდი. ის აჯილდოებს დამსახურებულებს და სჯის ბოროტ სანტა კლაუს, წმინდა ნიკოლოს, თოვლის ბაბუას. კრის კრინგლი. ყველა სხვადასხვა სახელს იყენებს ერთი და იგივე არქეტიპისთვის. და ეს არქეტიპი გაცილებით ძველია, ვიდრე ქრისტიანობა. ეს არის უფროსი მსაჯული, ზედამხედველი, ის, ვინც უყურებს, იწერს და ანაწილებს სამართალს თქვენი ქცევის მიხედვით. და მე ვიცი. ზოგიერთი თქვენგანი უკვე ფიქრობს, კარგი, მაგრამ სანტა უბრალოდ სახალისო ისტორიაა ბავშვებისთვის. ის უნებელია და კი ერთი შეხედვით, რა თქმა უნდა. მაგრამ მოდით, ერთი რამ გკითხოთ. რატომ ცხოვრობს სანტა ჩრდილოეთ პოლუსზე, მსოფლიოს სიტყვასიტყვით მწვერვალზე, იმ ადგილას, სადაც მას ყველაფრის დანახვა შეუძლია? რატომ აქვს მას სია? რატომ ამოწმებს ის ორჯერ? რატომ არის მთელი მითოლოგია აგებული მეთვალყურეობასა და განსჯაზე? იმიტომ, რომ ეს არის არქეტიპის ფუნქცია, ასწავლოს ბავშვებს, რომ მათ მუდმივად აკვირდებიან, რომ მათი ქცევა მუდმივად იწერება. რომ ჯილდოები და სასჯელები მოდის გარე ავტორიტეტული ფიგურისგან, რომელიც ხედავს და იცის ყველაფერი. თქვენ ასწავლით ბავშვებს მუდმივი დაკვირვების კონცეფციის ინტერნალიზაციას და ისინი ამას ზრდასრულ ასაკშიც ატარებენ. თქვენ აღარ გჯერათ სანტას, მაგრამ ეს სქემა უკვე დამკვიდრებულია. რწმენა იმისა, რომ სადღაც ვიღაც აკონტროლებს, რომ თქვენ განსჯიან, რომ კარგი უნდა იყოთ ჯილდოს დასამსახურებლად. ეს არ არის ბავშვის თამაში, ეს არის ქცევითი განპირობება. და სატურნალია არ გამქრალა, უბრალოდ შეიცვალა. იგივე საჩუქრების მიცემა, იგივე ნადიმი, იგივე როლების შეცვლა.
ახლა ჩვენ მას ვუწოდებთ გაცემის სეზონს, სადაც ჩვენგან მოელიან, რომ გულუხვი ვიყოთ ნაკლებად იღბლიანების მიმართ. იგივე დეკორაციები, იგივე ვადები, იგივე ემოციური რიტმი. მათ არ შეცვალეს რიტუალი, მათ უბრალოდ შეცვალეს თილისმა და გითხრეს, რომ ეს რაღაც ახალი იყო. ახლა აქ საქმე კიდევ უფრო ღრმად მიდის, რადგან საქმე მხოლოდ ისტორიას არ ეხება. საქმე მხოლოდ სიმბოლოებს არ ეხება. საქმე ეხება იმას, თუ რა ხდება თქვენს თავს ბიოლოგიურად და ფსიქოლოგიურად ყოველ დეკემბერს და ეს არის ის ნაწილი, რომელსაც ადამიანების უმეტესობა განიცდის, მაგრამ არასდროს არ ასახელებს ყოველ წელს საათის მექანიზმით. დეკემბერში განიცდით ემოციურ მდგომარეობებს, რომლებსაც სხვა დროს არ განიცდით ასე ინტენსიურად ნოსტალგიას. ეს თითქმის მტკივნეულია. გრძნობთ გულუხობას ისეთი გზებით, რაც ლოგიკურად აზრს მოკლებულია. აძლევთ ადამიანებს, რომლებსაც ძლივს იცნობთ, ხარჯავთ ფულს. სინამდვილეში არ გჭირდებათ საკუთარი თავის დაღლა სხვების გასახარებლად. თავს მარტოსულად გრძნობთ მაშინაც კი, როცა გარშემორტყმული ხართ ხალხით. ერთდროულად გრძნობთ იმედიანობას და დანებების გრძნობას. და აი, რა არის სიგიჟე? ასევე ყველა დანარჩენი. ზუსტად ამავე დროს მილიარდობით ადამიანი გრძნობს ერთი და იგივე ემოციური კოქტეილის ვარიაციებს, რომლებიც სინქრონიზებულია მთელ პლანეტაზე. ეს არ არის კულტურა, ეს არის მასობრივი აჟიოტაჟი. იცით, როდესაც კონცერტზე ხართ და ყველა ერთსა და იმავე რიტმში მოძრაობს, როგორ იწყებს თქვენი გულისცემა თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებთან ერთად რიტმის დაწევას? როგორ იქცევა ბრბო ერთი წამით ერთ ორგანიზმად, რაც ენთუზიაზმია? ეს არის კოლექტიური თანმიმდევრულობა. ახლა შეაფასეთ ეს 2 მილიარდ ადამიანზე, რომლებიც ყველა უსმენენ ერთსა და იმავე სიმღერებს, უყურებენ ერთსა და იმავე სიმბოლოებს, ასრულებენ ერთსა და იმავე რიტუალებს, განიცდიან ერთსა და იმავე ემოციებს. რას ფიქრობთ, რას ნიშნავს ეს კოლექტიურ ცნობიერებაზე? 90-იანი წლების ბოლოს პრინსტონის უნივერსიტეტმა ჩაატარა რაღაც, რასაც გლობალური ცნობიერების პროექტი ერქვა. მათ მთელ მსოფლიოში შემთხვევითი რიცხვების გენერატორები დაამონტაჟეს, მოწყობილობები, რომლებიც სრულიად შემთხვევით შედეგებს ყოველგვარი კანონზომიერების გარეშე უნდა აწარმოებდნენ და მათ მნიშვნელოვანი გლობალური მოვლენების დროს აკონტროლებდნენ. 11 სექტემბერი, პრინცესა დიანას გარდაცვალება, პაპ იოანე პავლეს დაკრძალვა, მეორე ახალი წლის ღამე და მოხდა რაღაც შეუძლებელი. შემთხვევითობა შემცირდა, რიცხვებმა თანმიმდევრულობა, სტატისტიკური გადახრა აჩვენეს, რომელიც არ უნდა არსებობდეს. თითქოს მილიონობით ადამიანი, რომლებიც ერთდროულად ერთსა და იმავე მოვლენაზე ფოკუსირდებიან, ფიზიკურ რეალობაზე მოქმედებდნენ. მათ ამას ველის ცნობიერება უწოდეს. იდეა, რომ როდესაც საკმარისი გონება იძირება, ფიზიკურ სამყაროში რაღაც გაზომვადი ხდება. ახლა დაფიქრდით შობაზე, არა მხოლოდ ერთ დღეზე, მთელ სეზონზე, თვეების განმავლობაში დაგროვებაზე. იგივე სიმღერები, რომლებიც მეორდება, იგივე ფილმები, სადაც არ უნდა გაიხედოთ, იგივე სიმბოლოები. იგივე ემოციური ნარატივები, რომლებიც გაძლიერებულია ყველა რეკლამით, ყველა საუბრით, ყველა ტრადიციით, თქვენ იზიდავთ. თქვენი ემოციური სიხშირე სინქრონიზებულია ყველას ემოციურ სიხშირესთან. და როდესაც ამდენი ადამიანი ერთდროულად ერთსა და იმავე სიხშირეს აღწევს, რეალობა ხდება ცვალებადი. ეს არ არის მეტაფორა, ეს კვანტური მექანიკაა. დაკვირვება ტალღურ ფუნქციას ანგრევს. ყურადღების ფორმები, რეალობა და კოლექტიური ყურადღება. კოლექტიური ყურადღება ამ მასშტაბით. ეს რეალობის გრახის მოვლენაა. დეკემბერი განსხვავებულად არ იგრძნობა მხოლოდ ამინდის ან დღესასწაულების გამო. დეკემბერი განსხვავებულად იგრძნობა, რადგან თქვენ მონაწილეობთ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდ სინქრონიზებულ ემოციურ მოვლენაში და თქვენი ნერვული სისტემა ამას იცის. თქვენი სხეული რეაგირებს ამაზე. მაშინაც კი, თუ თქვენს შეგნებულ გონებას წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება? თქვენ ამას ყოველ წელს გრძნობთ. ეს უცნაური დაუცველობა. ეს ემოციური გახსნილობის დრო ნელდება. თქვენ არ წარმოიდგენთ მას. თქვენ რეაგირებთ ზუსტად ისე, როგორც დაგეგმილი იყო. ასე რომ მოდით მოგიყვეთ იმ მომენტის შესახებ, როდესაც ეს პირადად ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, რადგან ადრე მეგონა, რომ უბრალოდ სენტიმენტალური ვიყავი შობის მიმართ. მიყვარდა. განათება, მუსიკა, ყველაფერი. ემოციებით ვტკბებოდი, როდესაც ვუყურებდი კოკა-კოლას რეკლამებს პოლარული დათვებით. ცრემლები მომდიოდა, როცა ვისმენდი, შობას სახლში ვიქნები. მეგონა, რომ უბრალოდ რბილი ადამიანი ვიყავი.
მაგრამ შემდეგ 1 დეკემბერს, მგონი 4 ან 5 წლის წინ, შუადღისას, 18 დეკემბერს ან რაღაც მსგავს დღეს, მაღაზიაში ვიდექი და საშობაო მუსიკა უკრავდა. ყველგან დეკორაციები იყო და ეს თბილი, ნოსტალგიური, ოდნავ მელანქოლიური გრძნობა მეუფლება. ფიქრობდი, რომ დედაჩემისთვის რაღაც უნდა მეღიდა, რაღაც კარგი, რაც არ სჭირდება, მაგრამ გაახარებდა. იქვე, დერეფანში გავჩერდი და ჩემს თავს ვკითხე. მართლა მინდა ამის გაკეთება თუ ვგრძნობ, რომ უნდა გავაკეთო? ვერ ვპასუხობდი. სიტყვასიტყვით ვერ ვარჩევდი ნამდვილ სურვილსა და პროგრამირებულ იძულებას შორის განსხვავებას. სწორედ მაშინ გამიელვა აზრმა. ეს ჩემი არ არის. ეს გრძნობა, ეს კეთილშობილება, ეს ნოსტალგია, მთელი ეს ემოციური მდგომარეობა. ის ყოველწლიურად გრაფიკით აქტიურდება, მინდა თუ არა. ეს არ არის განწყობა, ეს არის პროგრამირება. და აი, რამ შემაწუხა სინამდვილეში. საარსებო წყაროდ ცნობიერებას ვსწავლობ. მე ვასწავლი ადამიანებს, თუ როგორ დაარღვიონ განპირობებული შაბლონები. წლები გავატარე საკუთარი გონებრივი და ემოციური პროცესების დაკვირვების სწავლაში. და მეც კი ვერ ვამჩნევდი ამას მანამ, სანამ არ გავჩერდი და კითხვა არ დავსვი. თუ ეს ჩემთვის გაუგებარი იყო, ყველას გაუგებარია, რადგან რიტუალი იმდენად ნორმალიზებულია, კულტურულად ჩადგმული, ემოციურად იმდენად გაძლიერებული, რომ კითხვების დასმა თითქოს რაღაც წმინდაზე თავდასხმას ჰგავს. თითქოს უმადურობა, თითქოს არს ვერ ხვდები. მაგრამ რა მოხდება, თუ კითხვაში ეჭვის შეტანა სწორედ ეს არის? რა მოხდება, თუ შეგნებული მონაწილეობა მექანიზმის დანახვით იწყება? ცხადია, დავიწყე ჩემი ქცევის თვალყურის დევნება. დეკემბრიდან დეკემბრამდე, წლიდან წლამდე და შაბლონები უდაო იყო. იგივე ემოციური რკალები, იგივე ხარჯების პიკები. იგივე დაღლილობა იანვარში, იგივე გადაწყვეტილების მიღება, რასაც მარტში იგივე გაქრობა მოჰყვება. და ეს მხოლოდ მე არ მეხებოდა. ყველა, ვისაც ვიცნობდი, ერთსა და იმავე პროგრამას აწარმოებდა, სხვადასხვა დეტალებს, იმავე სტრუქტურას. სწორედ მაშინ დავიწყე კითხვა, რა არის სინამდვილეში რიტუალი და რატომ მუშაობს ის მაშინაც კი, როცა არ გჯერა მისი? იმიტომ, რომ აი, რა არის რიტუალებთან დაკავშირებით, რაც ადამიანების უმეტესობას არ ესმის. რიტუალის ფუნქციონირებისთვის რწმენა არ არის საჭირო. თქვენ მხოლოდ მონაწილეობა გჭირდებათ. რიტუალები, გამეორების გზით ფუნქციონირება პლუს სიმბოლიზმი, პლუს ემოციური ჩართულობა. შეგიძლიათ იყოთ სრული ათეისტი და მაინც ცრემლები მოგადგათ მათი ყურებისას. ეს მშვენიერი ცხოვრებაა მე 20 ედ. შეგიძლიათ უარყოთ ყველანაირი რელიგიური მნიშვნელობა და მაინც იგრძნოთ თავი განსხვავებულად დეკემბერში. რიტუალს არ აქვს მნიშვნელობა, რისი გჯერათ. მას აინტერესებს რა საკეთებ და რა საკეთებ. აპროგრამებს შენს ქვეცნობიერს. დაფიქრდი ასე. თუ გთხოვ, რომ 30 წლის განმავლობაში ყოველ დილით კბილები გაიხეხო, ეს ავტომატურად ხდება, არა? შენ ამაზე არ ფიქრობ. უბრალოდ აკეთებ. შენი სხეული იცნობს რუტინას, შენი გონება ითიშება. ეს ჩვევა. ახლა შესწინე ამ ჩვევას მნიშვნელობა. დაუმატე სიმბოლიკა, დაუმატე ემოცია, დაუმატე კოლექტიური მონაწილეობა. ახლა ეს არ არის მხოლოდ ჩვევა, ეს არის რიტუალი. და რიტუალები უფრო ღრმაა, ვიდრე ჩვევები, რადგან ისინი კოდირებენ იდენტობას და არა მხოლოდ ქცევას. ყოველ ჯერზე, როცა მონაწილეობ შობას, აძლიერებ შობასთან დაკავშირებულ ნერვულ გზებს, სანახაობებს, ხმებს, სუნებს, ემოციებს, ერთად აღებულ ცეცხლს და ნეირონებს, რომლებიც ერთად მუშაობენ. ეს არის ნეირომეცნიერების საბაზისო ნაწილი. გააკეთე ეს ერთხელ. უმნიშვნელო გავლენა. გააკეთე ეს ყოველწლიურად მთელი ბავშვობის და შემდეგ მთელი ზრდასრული ცხოვრების განმავლობაში. ეს არის იდენტობის დონის პროგრამირება. და აი, რა არის მთავარი? ყოველწლიურად ჩატარებული რიტუალები უფრო ძლიერია, ვიდრე ყოველდღიურად ჩატარებული რიტუალები. რატომ? რადგან ყოველწლიური რიტუალები თავად აღნიშნავს დროს, ისინი იდენტობის საკონტროლო წერტილებად იქცევიან. ყოველ დეკემბერს. თქვენ შეგნებულად თუ არაცნობიერად ეკითხებით საკუთარ თავს, ვინ ვარ მე გასულ წელთან შედარებით? რა შეიცვალა? რა დარჩა იგივე? რიტუალი აიძულებს თვითშეფასებას. ის ქმნის ადრე და შემდეგ პერიოდს. ის გაიძულებთ შეაფასოთ საკუთარი თავი თქვენი წარსულის მიმართ. შობა არ არის ერთი დღე. შობა რეალობა. საკონტროლო პუნქტები და საკონტროლო პუნქტები განსაზღვრავს, თუ რა იბლოკება შემდეგი ციკლისთვის. ახლა მოდით ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ხდება, როდესაც ამას მასშტაბურად აფასებთ. როდესაც ინდივიდუალური რიტუალიდან კოლექტიურ რიტუალზე გადადიხართ.
რადგან სწორედ აქ მიდის საქმე ისეთ რამეში, რაც შეუძლებლად ჟღერს, სანამ რეალურ კვლევას არ დააკვირდებით. კოლექტიური ემოცია არა მხოლოდ ძლიერად იგრძნობა, არამედ გაზომვად მოქმედებს ფიზიკურ რეალობაზე. მას აინტერესებს რა საკეთებ და რა საკეთებ. აპროგრამებს შენს ქვეცნობიერს. დაფიქრდი ასე. თუ გთხოვ, რომ 30 წლის განმავლობაში ყოველ დილით კბილები გაიხეხო, ეს ავტომატურად ხდება, არა? შენ ამაზე არ ფიქრობ. უბრალოდ აკეთებ. შენი სხეული იცნობს რუტინას, შენი გონება ითიშება. ეს ჩვევა. ახლა შესწინე ამ ჩვევას მნიშვნელობა. დაუმატე სიმბოლიკა, დაუმატე ემოცია, დაუმატე კოლექტიური მონაწილეობა. ახლა ეს არ არის მხოლოდ ჩვევა, ეს არის რიტუალი. და რიტუალები უფრო ღრმაა, ვიდრე ჩვევები, რადგან ისინი კოდირებენ იდენტობას და არა მხოლოდ ქცევას. ყოველ ჯერზე, როცა მონაწილეობ შობას, აძლიერებ შობასთან დაკავშირებულ ნერვულ გზებს, სანახაობებს, ხმებს, სუნებს, ემოციებს, ერთად აღებულ ცეცხლს და ნეირონებს, რომლებიც ერთად მუშაობენ. ეს არის ნეირომეცნიერების საბაზისო ნაწილი. გააკეთე ეს ერთხელ. უმნიშვნელო გავლენა. გააკეთე ეს ყოველწლიურად მთელი ბავშვობის და შემდეგ მთელი ზრდასრული ცხოვრების განმავლობაში. ეს არის იდენტობის დონის პროგრამირება. და აი, რა არის მთავარი. ყოველწლიურად ჩატარებული რიტუალები უფრო ძლიერია, ვიდრე ყოველდღიურად ჩატარებული რიტუალები. რატომ? რადგან ყოველწლიური რიტუალები თავად აღნიშნავს დროს, ისინი იდენტობის საკონტროლო წერტილებად იქცევიან. ყოველ დეკემბერს. თქვენ შეგნებულად თუ არაცნობიერად ეკითხებით საკუთარ თავს, ვინ ვარმე გასულ წელთან შედარებით? რა შეიცვალა? რა დარჩა იგივე? რიტუალი აიძულებს თვითშეფასებას. ის ქმნის ადრე და შემდეგ პერიოდს. ის გაიძულებთ შეაფასოთ საკუთარი თავი თქვენი წარსულის მიმართ. შობა არ არის ერთი დღე. შობა რეალობა. საკონტროლო პუნქტები და საკონტროლო პუნქტები განსაზღვრავს, თუ რა იბლოკება შემდეგი ციკლისთვის. ახლა მოდით ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ხდება, როდესაც ამას მასშტაბურად აფასებთ. როდესაც ინდივიდუალური რიტუალიდან კოლექტიურ რიტუალზე გადადიხართ. რადგან სწორედ აქ მიდის საქმე ისეთ რამეში, რაც შეუძლებლად ჟღერს, სანამ რეალურ კვლევას არ დააკვირდებით. კოლექტიური ემოცია არა მხოლოდ ძლიერად იგრძნობა, არამედ გაზომვად მოქმედებს ფიზიკურ რეალობაზე. რეალობა არა მხოლოდ რეალობის საკეთებს ცვლის და სწორედ ამიტომ არის დეკემბერი ასე განსხვავებული. ეს არ არის მხოლოდ კულტურული განპირობება. თქვენ ცურავთ კოლექტიურ ველში, რომელიც იმდენად ძლიერი, იმდენად თანმიმდევრული, იმდენად სინქრონიზებულია, რომ ინდივიდუალურ ცნობიერებას აჯარბებს. თქვენ ხდებით ტალღის ნაწილი. თქვენი პირადი სიხშირე შეიწოვება კოლექტიურ სიხშირეში და აი, რას გეუბნებათ არავინ, რომ კოლექტიური სიხშირე ნეიტრალური არ არის. ეს არ არის მხოლოდ სადღესასწაულო განწყობა. ეს არის ემოციების სპეციფიკური ნაზავი, რომელიც განზრახ შექმნილია იმისთვის, რომ გაგხადოთ უფრო მგრძნობიარე, უფრო დამყოლი, უფრო მზად იყოთ მონაწილეობა მიიღოთ სისტემებში, რომლებიც არ გემსახურებათ. ნოსტალგია გაიძულებთ მოისურვოთ წარსული, რომელიც არასდროს არსებობდა. დანაშაულის გრძნობა გაიძულებთ დახარჯოთ ფული იმის დასამტკიცებლად, რომ ზრუნავთ. მარტოობა გაიძულებთ ეძებოთ კავშირი მოხმარების გზით. გულუხობა გაძლევთ გაცემას მაშინაც კი, როცა გამოფიტული ხართ. იმედი გაიძულებთ დაისახოთ განზრახვები, რომლებსაც თებერვლისთვის მიატოვებთ. ყველა ემოცია თავის ფუნქციას ასრულებს და როდესაც ეს ემოციები ერთდროულად მილიარდობით ადამიანს ემართება, იქმნება მოსახლეობა, რომელიც პროგნოზირებადი, მართვადი და ეკონომიკურად ექსპლუატირებადია. ეს შემთხვევითობა არ არის, ეს არქიტექტურაა. ახლა მოდით ვისაუბროთ იმაზე, თუ რატომ არის მეხსიერება აქ ნამდვილი იარაღი. რადგან ეს არის ის ნაწილი, რომელიც ყველაზე მეტად მაწუხებს. რიტუალები არა მხოლოდ თქვენს ამჟამინდელ ემოციურ მდგომარეობაზე მოქმედებს. ისინი გადაწერენ თქვენს წარსულს. ყოველ დეკემბერს თქვენი ბავშვობის საშობაო მოგონებები ხელახლა აქტიურდება. ფიჯვის სუნი, ჩუმიღამის ხმა, ჯანჯაფილის გემო და როდესაც ეს სენსორული გამღიზიანებლები მოქმედებს, თქვენ აღარ ხართ აწმყო მომენტში. თქვენ უკან გადადიხართ. თქვენ ისევ 5 წლის ხართ. თქვენ 10 წლის ხართ. თქვენ განიცდით შობას თვალებით. ბავშვის თვალებით, რომელსაც ჯერ არ ჰქონდა კრიტიკული აზროვნება. მეხსიერება არ არის შენახვა, მეხსიერება არის რეკონსტრუქცია. ყოველ ჯერზე, როდესაც რაღაცას იხსენებთ, თქვენ არ იღებთ ჩანაწერს. თქვენ აღადგენთ ამ მოგონებას რეალურ დროში.
და ყოველ ჯერზე, როდესაც აღადგენთ მას, ის ოდნავ იცვლება, გადაიწერება, ერწყმის თქვენს ამჟამინდელ ემოციურ მდგომარეობას. ასე რომ, ყოველ დეკემბერს, როდესაც გრძნობთ ფიჭვის სუნს, ისმენთ საგალობლებს და ხედავთ შუქებს. თქვენ არა მხოლოდ შობას იხსენებთ, არამედ ხელახლა განიცდით ბავშვობაში განცდილ ემოციებს და ურევთ მათ თქვენს გრძნობებს. ახლა, წარსული და აწმყო ერთმანეთში ერწყმის. და აი, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ბავშვებს არ აქვთ იგივე კრიტიკული ფილტრები, რაც უფროსებს აქვთ. როდესაც 5 წლის იყავით და გჯეროდათ სანტას და ყველაფერი ჯადოსნურად გეჩვენებოდათ. შობას უკრიტიკოდ ითვისებდით, ის პირდაპირ თქვენს ქვეცნობიერში შედიოდა თქვენი ლოგიკური გონების გავლის გარეშე. ეს ანაბეჭდი ისევ იქ არის და ყოველ დეკემბერს ეს ანაბეჭდი განახლდება, ძლიერდება, ხელახლა აქტიურდება. თქვენ არა მხოლოდ ნოსტალგიას გრძნობთ, არამედ დროებით რეგრესიას განიცდით საკუთარი თავის ადრინდელ ვერსიაზე. ვერსია, რომელიც უფრო ღია იყო, უფრო შთაგონებადი. უფრო მზად იყოთ დაიჯეროთ. და როდესაც ამ მდგომარეობაში ხართ, როდესაც ბავშვობის ამ ანაბეჭდიდან მოქმედებთ, დაუცველი ხართ. დახარჯავთ ფულს, რომელიც არ გაქვთ. მიიღებთ მონაწილეობას ტრადიციებში, რომლებიც არც კი მოგწონთ. იგრძნობთ ვალდებულებებს, რომლებიც აზრს მოკლებულია, რადგან ზრდასრულთა გადაწყვეტილებებს არ იღებთ. თქვენ ბავშვობის პროგრამირებას აწარმოებთ. მეხსიერება კარიბჭეა, აკონტროლეთ მეხსიერება, აკონტროლეთ ადამიანი. დაშობა მეხსიერებას ნებისმიერ სხვა კულტურულ რიტუალზე უკეთ აკონტროლებს, რადგან ის ძალიან ადრე იწყება, სანამ ენა გექნებათ, სანამ კრიტიკულ აზროვნებას გექნებათ, სანამ სიმბოლური პროგრამირებისგან რაიმე დაცვა გექნებათ. თქვენი პირველი შობა ვერბალურობამდეა. თქვენ არ შეგიძლიათ მათი შეგნებულად გახსენება, მაგრამ თქვენი ნერვული სისტემა იმახსოვრებს. ოთახში განათება, ხმები, ემოციები, ყველაფერი კოდირდება, სანამ თქვენ შეძლებთ მის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას. როდესაც საკმარისად დიდი გახდებით კრიტიკულად აზროვნებისთვის, ეს სქემა უკვე დამკვიდრებულია და თქვენს გარშემო არსებული კულტურა ყოველწლიურად აძლიერებს მას. ამიტომაც წუწუნებენ ზრდასრულების საშობაო რეკლამების დროს. სწორედ ამიტომ გტკივა გულში ფრაზა შობას სახლში ვიქნები. სწორედ ამიტომ გრძნობთ იძულებას, ხელახლა შექმნათ ტრადიციები, რომლებიც არც კი გსიამოვნებთ. თქვენ არ რეაგირებთ იმ აწმყოზე, რომელზეც რეაგირებთ ყველა შობას, რაც კი ოდესმე განგიცდიათ. ამავდროულად მოგონებები ერთმანეთზე ეყრდნობა, ისინი ძლიერდება და ემოციური წონა გადაჩარბებული ხდება. ეს არ არის სენტიმენტი, ეს არის მანიპულირება ყველაზე ღრმა შესაძლო დონეზე. კარგი, კიდევ ერთხელ ვისაუბროთ სანტაზე, რადგან სანტას არქეტიპი სოციალური პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე ნიმუშია, რაც კი ოდესმე შექმნილა. დაფიქრდით, რას ასწავლიან ბავშვებს სანტას შესახებ. ის არის ხედვის მქონე, ხოვლისმცოდნე ავტორიტეტული ფიგურა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში აკონტროლებს თქვენს ქცევას. ის ინახავს სიას. ის ორჯერ ამოწმებს მას. მან იცის, როდის იყავით ცუდი ან კარგი და ამ მეთვალყურეობის საფუძველზე. ის აჯილდოებს მორჩილებას და სჯის დაუმორჩილებლობას. ახლა დაფიქრდით, რას ასწავლის ეს. თქვენს ქცევას მუდმივად აკვირდებიან. ის ყოველთვის იწერება. გარე ავტორიტეტი განსაზღვრავს თქვენს ღირებულებას. მორჩილება უდრის ჯილდოს. დაუმორჩილებლობა უდრის სასჯელს. ეს არ არის საყვარელი ისტორია. ეს ბავშვების წვრთნაა, რომ მიიღონ მეთვალყურეობის მდგომარეობები და იერარქიული ავტორიტეტული სისტემები. და აი, გენიალური ნაწილი. ბავშვები საბოლოოდ სწავლობენ, რომ სანტა არ არსებობს. ისინი იზრდებიან. ისინი წყვეტენ რწმენას, მაგრამ ეს სქემა არ წყდება. ის უბრალოდ გადადის. იგივე ბავშვები, რომლებიც თვლიდნენ, რომ სანტა უყურებდა მათ, იზრდებიან და აღიარებენ, რომ ღმერთი უყურებს მათ, ან რომ მთავრობა უყურებს მათ, ან რომ მათი დამსაქმებელი აკონტროლებს მათ, ან რომ სოციალური მედიის ალგორითმები აკონტროლებენ მათ. ეს სქემა მთელი ცხოვრება გახასიათებს და აი, კიდევ ერთი ფენა სანტასთან, რომელიც ბნელდება. წითელი კოსტუმი, სახელოსნო ჩრდილოეთ პოლუსზე, ელფები, ირმები. ეს ყველაფერი შემთხვევითი არ არის. წითელი ყოველთვის ასოცირდებოდა ძალაუფლებასთან, სისხლთან და მსხვერპლთან. ჩრდილოეთ პოლუსი, მსოფლიოს მწვერვალი, წერტილი, სადაც ცა დედამიწას ეხება. ელფები წარმოშობით სკანდინავიური მითოლოგიიდან არიან, ზებუნებრივი არსებები, რომლებიც არსებობენ ირმებსა და ცხოველებს შორის, რომლებიც დაკავშირებულია შამანურ მოგზაურობებთან და შეცვლილ მდგომარეობებთან. სანტა კლაუსი წარმართული სიმბოლიკის ნაზავია.
ის საბავშვო ზღაპრის მსგავსად არის გამოწყობილი და ყოველწლიურად ბავშვებს ასწავლიან სანტასთვის წერილების დაწერას, რათა სთხოვონ თავიანთი სურვილები უხილავი ავტორიტეტული ფიგურისთვის, რომელმაც შეიძლება შეასრულოს ან არ შეასრულოს ისინი. ეს არის რიტუალური მაგია. ეს არის არსების კეთილგანწყობის თხოვნა. ეს არის ბავშვების წვრთნა ცერემონიალურ პრაქტიკაში მონაწილეობის მისაღებად იმის გაგების გარეშე, თუ რას აკეთებენ. და სანამ იფიქრებდეთ, რომ ყველაფერს მივაღწიე, გადახედეთ წმინდა ნიკოლოზის წარმოშობას. რეალური ისტორიული ფიგურა იყო ქრისტიანი ეპისკოპოსი თურქეთში, რომელიც სავარაუდოდ სასწაულებს ახდენდა. მის გარშემო არსებული მითოლოგია შეერია სკანდინავიურს. ღმერთები, როგორიცაა ოდინი, რომელსაც ასევე გრძელი წვერი ჰქონდა, ცაში დაფრინავდნენ და საჩუქრებს აძლევდნენ შობის დღესასწაულზე. სანტა უძველესი არქეტიპების შერწყმაა და ეს არქეტიპები ყოველთვის ერთსა და იმავეს წარმოადგენდა. ავტორიტეტი, განკითხვა, ჯილდო და სასჯელი. ახლა კი კონკრეტულად 25 დეკემბერს ვისაუბროთ, რადგან ეს თარიღი ნეიტრალური არ არის. ეს თარიღი ათასობით წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი იყო სხვადასხვა კულტურაში და ეს იესოს გამო არ არის. 25 დეკემბერი ზამთრის მზებუდობიდან 3 დღის შემდეგაა. მზებუდობა წელიწადის მიხედვით 21 ან 22 დეკემბერს ხდება. ეს არის ყველაზე მოკლე დღე, ყველაზე გრძელი ღამე. მაქსიმალური სიბნელის მომენტი და 3 დღის განმავლობაში 22, 23, 24 დეკემბერს მზე თითქოს ცაზე უძრავად დგას. ის არ მოძრაობს ჩრდილოეთის ან სამხრეთისკენ, ის უბრალოდ იქ დგას. ძველ ხალხს არ ჰქონდა ისეთი ასტრონომიული ცოდნა, როგორიც დღეს გვაქვს. მათ არ იცოდნენ, რომ დედამიწის ღერძის დახრილობა იწვევდა ამას. ისინი ფიქრობდნენ, რომ მზე კვდებოდა, ჩერდებოდა, შესაძლოა აღარასდროს დაბრუნებულიყო. შემდეგ კი 25 დეკემბერს მზე ისევ იწყებს მოძრაობას. ის იწყებს ჩრდილოეთით დაბრუნებას, დღეები უფრო გრძელი ხდება. სინათლე სიმბოლურად ბრუნდება. მზე 25 დეკემბერს ხელახლა იბადება. სწორედ ამიტომ ისტორიის მანძილზე ამდენი მზის ღმერთის დაბადების დღე 25 დეკემბერს აღინიშნება. ჰორუსი ეგვიპტეში, მითრა სპარსეთში, საული უძლეველი რომში და საბოლოოდ იესო. იესო ამ თარიღში შემთხვევით არ ჩასმულა. ეს თარიღი უკვე ნიშნავდა სინათლის დაბრუნებას. ქრისტიანობამ მას უბრალოდ ახალი სახელი მისცა. და სწორედ აქ ხდება საინტერესო. 3 დღე, როდესაც მზე უძრავად დგას. სწორედ აქ ჩნდება სიკვდილისა და აღდგომის მოტივი. მზე 3 დღით კვდება და შემდეგ ხელახლა იბადება. ნაცნობად ჟღერს, იესო კვდება, 3 დღე რჩება საფლავში. შემდეგ აღდგება. ეს იგივე ნიმუშია, იგივე ვადები, იგივე სიმბოლიკა. მე არ ვამბობ, რომ იესო არ არსებობდა. მე არ ვკამათობ თეოლოგიაზე. მე აღვნიშნავ, რომ სიკვდილისა და ხელახალი დაბადების თხრობითი სტრუქტურა ზამთრის მზებუდობის დროს ქრისტიანობაზე ათასობით წლით ადრეა. ეს მზის მითია და ქრისტიანობამ ის მიიღო, რადგან ის უკვე ადამიანის ცნობიერებაში იყო ჩადებული. რიტუალი უკვე არსებობდა. მათ უბრალოდ შეცვალეს ცენტრალური პერსონაჟი და სწორედ ამიტომ იგრძნობა 25 დეკემბერი მნიშვნელოვნად, მაშინაც კი, თუ არ ხართ რელიგიური, რადგან თარიღი ათასობით წლის განმავლობაში დაგროვილ ტრადიციას ატარებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ის დიდი ხნის განმავლობაში წმინდად იყო მონიშნული, რომ კოლექტიურ ცნობიერებაში არსებობს. როგორც ზღურბლი, გარდამტეხი წერტილი, ტრანსფორმაციის მომენტი. არ არის აუცილებელი იესოს რწმენა, რომ 25 დეკემბერმა თქვენზე გავლენა მოახდინოს. პროგრამა რელიგიაზე უფრო ღრმაა. ის ერთდროულად ასტრონომიული, ბიოლოგიური და ფსიქოლოგიურია. ასე რომ, კითხვა, რომელიც ამ ეტაპზე უნდა დასვათ. თუ შობა ასეთი უძველესი, ასეთი ძლიერია, ასეთი ჩადგმულია ადამიანის ცნობიერებაში, ვის სარგებლობს მისი ასე შენარჩუნება? იმის გამო, რომ რიტუალები ათასობით წლის განმავლობაში შემთხვევით არ გრძელდება, ისინი გრძელდება, რადგან ისინი ფუნქციას ასრულებენ და ვიღაც სადღაც სარგებლობს ამ ფუნქციით. დავიწყოთ აშკარა ეკონომიკით. საცალო ბიზნესები წლიური შემოსავლის 30-40 ნოემბერსა და დეკემბერში იღებენ. 40 მათი მთელი წლის თითქმის ნახევარი 2 თვეში ხდება. თუ შობა გაქრება, ეკონომიკა ჩამოინგრევა. და მე ამას მეტაფორულად არ გულისხმობ. გულისხმობ, რომ გლობალური ეკონომიკური სისტემები საშობაო ხარჯებზეა დამოკიდებული. მთელი ინდუსტრიები ამის გარშემოა სტრუქტურირებული. გადაზიდვები, წარმოება, საცალო ვაჭრობა, რეკლამა, მედია, ყველაფერი პიკს დეკემბერში აღწევს.
ასე რომ თქვენ გხავთ კორპორაციები, მთავრობები და ფინანსური ინსტიტუტები, რომლებსაც აქვთ პირადი ინტერესი, უზრუნველყონ, რომ შობა ემოციურად მიმზიდველი დარჩეს, დარწმუნდნენ, რომ ადამიანები ვალდებულნი არიან ხარჯონ. დარწმუნდნენ, რომ დანაშაულის გრძნობა, კეთილშობილება და ნოსტალგია ერთდროულად იჩენენ თავს. ასე რომ, თქვენ ყიდულობთ იმაზე მეც, ვიდრე შეგიძლიათ. მათ არ აინტერესებთ, ვალში ჩავარდებით თუ არა. მათ არ აინტერესებთ, სტრესში ხართ თუ არა დაღლილი. მათ აინტერესებთ, რომ თქვენ მონაწილეობთ, ხარჯავთ, რომ მანქანას ამუშავებდეთ. ახლა მოდით უფრო ღრმად ჩავუღრმავდეთ. შობა აძლიერებს სოციალურ იერარქიას. ოჯახური სტრუქტურები ხელახლა აქტიურდება. თქვენ ბრუნდებით მშობლების სახლში და უცებ აღარ ხართ ზრდასრული. თქვენ ისევ ბავშვი ხართ. თქვენ ემორჩილებით ავტორიტეტს. თქვენ უბრუნდებით ძველ როლებს. თქვენ მონაწილეობთ დინამიკაში. თქვენ წლის დარჩენილი ნაწილი გაქცევის მცდელობაში გაატარეთ და ეს ერთდროულად მილიონობით ოჯახში ხდება. სოციალური იერარქია ძლიერდება. თაობათა ავტორიტეტი მტკიცდება, სტრუქტურა ინარჩუნებს ძალას. შობა ასევე აძლიერებს კულტურულ მორჩილებას. საერთო რიტუალები ქმნის საერთო რეალობას, როდესაც ყველა მონაწილეობს ერთსა და იმავე ტრადიციაში, როდესაც ყველა უსმენს ერთსა და იმავე სიმღერებს, როდესაც ყველა მიჰყვება ერთსა და იმავე სცენარს. ეს ქმნის ერთიანობას და შეკრული პოპულაციების მართვა უფრო ადვილია. თქვენ არ ეჭქვეშ აყენებთ რიტუალს, რადგან ყველა ამას აკეთებს. თქვენ არ ამბობთ უარს, რადგან უარის თქმა ნიშნავს სოციალურ გარიყვას. თქვენ ეთანხმებით მას მაშინაც კი, როდესაც ეს არ გემსახურებათ, რადგან წინააღმდეგობა უარესად გრძნობთ თავს, ვიდრე მონაწილეობა. და აი, რა არის ნამდვილად შემაშფოთებელი ნაწილი. შობა ქმნის პროგნოზირებად ემოციას. ყოველ დეკემბერს მათ ზუსტად იციან, როგორ იგრძნობ თავს. მათ იციან, რომ ნოსტალგია პიკს მიაღწევს. მათ იციან, რომ კეთილშობილება გაიზრდება. მათ იციან, რომ დანაშაულის გრძნობა გაძლიერდება. მათ იციან, რომ მარტოობა დააზარალებს იზოლირებულ ადამიანებს. და როგორც კი ემოციები პროგნოზირებადი გახდება. ქცევა პროგნოზირებადი და პროგნოზირებადია. მოსახლეობა კონტროლირებადი პოპულაციებია. ყოველ დეკემბერს ემოციურად დაუცველი ხდებით ისე, როგორც არ ხართ. წლის დანარჩენ პერიოდში თქვენი თავდაცვითი შესაძლებლობები იკლებს. თქვენი კრიტიკული აზროვნება რბილდება, უფრო ღია ხართ შემოთავაზებების მიმართ, უფრო მზად ხართ დახარჯოთ, რათა უფრო მეტად დაემორჩილოთ სოციალურ მოლოდინებს. ეს შემთხვევითი არ არის. ეს რიტუალის ფუნქციაა. მათ თქვენი პროგნოზირებადი სჭირდებათ. მათ თქვენი დაუცველობა სჭირდებათ. მათ თქვენი მონაწილეობა სჭირდებათ, რადგან თუ მილიონობით ადამიანი მოულოდნელად შეწყვეტს შობასთან ურთიერთობას, თუ ისინი შეწყვეტენ ხარჯვას, კონფორმიზებას, ემოციების სინქრონიზაციას, მთელი სისტემა დესტაბილიზაციას განიცდის. შობა არ შენარჩუნდება იმიტომ, რომ ის ლამაზია. შობა შენარჩუნდება იმიტომ, რომ ის მუშაობს. ახლა კი მოდით ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ხდება შემდეგ, რადგან რიტუალი არ მთავრდება 25 დეკემბერს. რეალური გავლენა ყოველი წლის იანვარში ვლინდება. იანვარი გადატვირთვას ჰგავს ახალ დასაწყისს, ახალ წელს, ახალ შენს თავს სუფთა ფურცლიდან. და კულტურულად გვასწავლიან, რომ დავისახოთ გადაწყვეტილებები, მიზნები, განზრახვები. გვეუბნებიან, რომ ეს არის იდეალური დრო თქვენი ცხოვრების გარდასაქმნელად. მაგრამ დაფიქრდით იმაზე, რაც ახლახან დაგემართათ. ოქტომბერი, ნოემბერი და დეკემბერი ემოციური მდგომარეობის გაუარესებაში, ნოსტალგიაში, დანაშაულის გრძნობაში, კეთილშობილებაში, სტრესისა და ვალდებულებების გამოფიტვაში გაატარეთ. თქვენი ემოციური და ფინანსური რეზერვები ამოწურეთ, რიტუალები შეასრულეთ. მონაწილეობა მიიღეთ უზარმაზარ კოლექტიურ ღონისძიებაში, რომელმაც თქვენი ცნობიერება მილიარდობით სხვა ადამიანთან სინქრონიზაცია მოახდინა და შემდეგ უცებ ჩერდება. დეკემბერი მთავრდება, დეკორაციები იხსნება, მუსიკა წყდება, შუქები ქრება და თქვენ დაუყოვნებლი უნდა გადახვიდეთ ამ მაღალი ენერგიის, მიზანზე ორიენტირებული ტრანსფორმაციის აზროვნებაზე. მაგრამ თქვენ ენერგია არ გაქვთ. თქვენ цаრიელი ენერგია გაქვთ. რიტუალმა უბრალოდ ყველაფერი გამოდევნა, რაც გქონდათ. ასე რომ, თქვენ დაისახავთ დაპირებებს, საკუთარ თავს დაპირებებს აძლევთ. თქვენ უფრო ჯანსაღად იკვებებით, მეც ივარჯიშებთ, უფრო პროდუქტიული იქნებით. საბოლოოდ დაასრულეთ ეს პროექტი და თებერვლისთვის ადამიანების 92-მა უკვე მიატოვა ეს დაპირებები. ეს არ არის ნებისყოფის პრობლემა. ეს არის რიტუალის დასრულების პრობლემა. დეკემბერი არა მხოლოდ თქვენი ემოციური ველის კოლაპსს ასრულებს.
არამედ თქვენი იდენტობა ქარხნულ პარამეტრებზე აღდგება. დეზორიენტირებული ხართ, გამოფიტული და ამ დეზორიენტირებულ, გამოფიტულ მდგომარეობაში ძლიერ მგრძნობიარე ხართ, სწორედ ამიტომ იანვარში გიყიდიან შემდეგ პროგრამას. დიეტის გეგმებს, სპორტდარბაზის წევრობას, თვითგანვითარების კურსებს, პროდუქტიულობის აპლიკაციებს. გეუბნებიან, რომ საკმარისი არ ხარ. მაგრამ თუ ამ ნივთს იყიდი, მიჰყევი ამ გეგმას. აითვისე ეს სისტემა. შეგიძლია გახდე ის, ვინც უნდა იყო და გჯერა ამის, რადგან უბრალოდ გამოხვედი უზარმაზარი რიტუალიდან, რომელმაც შენი ქვეცნობიერი შეცვალა. ავტოპილოტზე მოქმედებ. თქვენი კრიტიკული აზროვნება ჯერ კიდევ სრულად არ აღდგენილა. ასე რომ, თქვენ ეთანხმებით, იღებთ ვალდებულებას და შემდეგ მარტისთვის დაასრულებთ. ენერგია გაქრა. მოტივაცია გაქრა. თქვენ დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. ფიქრობთ, რა მოხდა? რაც მოხდა არის ის, რომ თქვენ სცადეთ მარათონის გაშვება სხვა მარათონის გარბენისთანავე. თქვენ არც კი იცოდით, რომ გარბოდით. იანვარი არ არის ახალი დასაწყისი. იანვარი რიტუალური კოლაფსის შემდგომი თვეა და ახალი წლის რეზოლუციების ჩაშლის მიზეზი არ არის ის, რომ თქვენ სუსტი ხართ. ეს იმიტომ ხდება, რომ ცდილობთ დაიწყოთ რაღაც ახალი, როდესაც ჯერ კიდევ არ გამოჯამრთელებულ ხართ იმისგან, რაც ახლახან დასრულდა. სისტემა ასეა შექმნილი. მათ დეკემბერი სჭირდებათ თქვენი გამოფიტვისთვის, რათა იანვარმა გაყიდოს თქვენთვის. ეს არის ციკლი და ადამიანების უმეტესობა ვერასდროს ხედავს მას, რა. კარგი, ახლა, როდესაც ხედავთ მექანიზმს, ახლა, როდესაც გესმით, როგორ მუშაობს ეს, რა საკეთებთ ამის შესახებ, რადგან საქმე იმაშია, რომ შობას ვერ გაექცევით. ის ყველგანაა. ის მუსიკაშია, დეკორაციებში, რეკლამებში, საუბრებში. სოციალური იზოლაციის გარეშე, თქვენ არ შეგიძლიათ უბრალოდ უარი თქვათ სრულ მონაწილეობაზე. და მე არ გირჩევთ, რომ დეკემბერში განდეგილი გახდეთ. მე გირჩევთ, რომ შეგნებული მონაწილეობა, ავტოპილოტის არჩევანის ნაცვლად, იძულების ნაცვლად შეგნებული იყოს. აი, რას უნდა აკეთებდეთ დეკემბრის დაწყებამდე? დეკემბრის ცნობიერების პროტოკოლის დანერგვა. აი, როგორ მუშაობს ის, როდესაც ნოსტალგია გეუფლებათ, როდესაც გრძნობთ თბილ ემოციურ მიზიდულობას. ნუ იმოქმედებთ მაშინვე. შეჩერდით, სამჯერ ჩაის უნთქეთ და ხმამაღლა ან თავში თქვით. ნოსტალგია იწვევს. სულ ესა. თქვენ არ თრგუნავთ მას. თქვენ არ ებრძვით მას. თქვენ უბრალოდ ასახელებთ მას, იარლიყს აწერთ, ქმნით სივრცეს გრძნობასა და თქვენს რეაქციას შორის. როდესაც დანაშაულის გრძნობა ჩნდება, როდესაც გრძნობთ, რომ რაღაც უნდა იყიდოთ, რაღაც გააკეთოთ, სადმე იყოთ, იგივე. შეჩერდით სამჯერ. დანაშაულის გრძნობის პროგრამირება, როდესაც კეთილშობილება იძულებით გეჩვენებათ. როდესაც აპირებთ ფულის დახარჯვას, რომელიც არ გაქვთ, ნამდვილად არ გსურთ შეჩერება. 3 სუნთქვა. ეს ჩემია თუ რიტუალია. სახელის დარქმევა წყვეტს. შელოცვების რიტუალები არაცნობიერი მონაწილეობით მოქმედებს. როგორც კი მოვლენას იარლიყს მონიშნავთ, გარეთ გადიხართ. ავტომატური რეაქცია ცნობიერებას ქმნის და ცნობიერება ძალაა. თქვენ არ უარყოფთ ემოციებს, არ ვითომ არ არსებობენ. თქვენ უბრალოდ ნათლად ხედავთ მათ და როგორც კი დაინახავთ, ისინი კარგავენ კონტროლს. რადგან აი, რა შევნიშნე, როდესაც ამის კეთება დავიწყე. ემოციების უმეტესობა, რომლებიც მეგონა, რომ ჩემი იყო, სინამდვილეში ჩემი არ იყო. ისინი გარე სიმბოლოებით იყო გამოწვეული. საშობაო მუსიკა მაღაზიაში, მეზობლის სახლში განათება, რეკლამა, რომელიც ოჯახურ შეხვედრას აჩვენებდა. ემოცია მიტრიალებდა და მეგონა, რომ ის ჩემგან მოდიოდა, მაგრამ ასე არ იყო. ეს იყო რეაქცია სტიმულზე, რომელიც შექმნილი იყო ზუსტად ამ ემოციის გამოსაწვევად. როგორც კი დავიწყე მისი დასახელება, ნოსტალგია იწვევს დანაშაულის პროგრამირების იძულებას, ემოციებმა შეწყვიტა ზედმეტად ძლიერი შეგრძნება. ისინი უბრალოდ შეგრძნებები იყო და შეგრძნებები გადის. ასე რომ, ეს არის პირველი პრაქტიკა, ცნობიერება, დაკვირვება შთანთქმის გარეშე. მეორე პრაქტიკა არის სიმბოლოების მარხვა და ეს ექსტრემალურად ჟღერს, მაგრამ მომისმინეთ. შეზღუდეთ თქვენი კონტაქტი საშობაო სიმბოლოებთან. არასრულად არა იმ დონემდე, რომ უბედური იყოთ, არამედ განზრახ სტრატეგიულად. აი, რას გულისხმობ? საშობაო მუსიკა შექმნილია ემოციური რეაქციების გამოსაწვევად. ერთი და იგივე სიმღერები, იგივე მელოდიები, იგივე ტექსტი წლიდან წლამდე, ისინი რიტუალს თქვენს ნერვულ სისტემაში გამეორების გზით აკოდირებენ. ამიტომ იმის ნაცვლად, რომ პასიურად შთანთქათ ყველა საშობაო სიმღერა, რომელიც ყველგან უკრავს, აირჩიეთ ერთი ან ორი სიმღერა.
თქვენ ნამდვილად სიამოვნებას მიიღებთ. სიმღერები, რომლებიც თქვენთვის მნიშვნელოვანია და მოусმინეთ მათ. მიეცით საკუთარ თავს ისინი, მაგრამ დანარჩენი დაადუმეთ. გამოტოვეთ რადიოსადგურები, რომლებიც შეუჩერებლად ატარებენ საშობაო მუსიკას. გამორთეთ ტელევიზორი, როდესაც დეკემბერში რეკლამები ინტენსიურად მიმდინარეობს. სწრაფად გაიარეთ მაღაზიებში, ნაცვლად იმისა, რომ მორთულ ნაწილებში დარჩეთ. თქვენ არ გაურბიხართ შობას, თქვენ ამცირებთ განმეორებად სიმბოლურ განმტკიცებას. იგივე ეხება დეკორაციებს. თუ ნამდვილად გიყვართ ნაძვის ხის დადგმა, დადგით ნაძვის ხე. თუ ეს სიხარულს მოგანიჭებთ, გააკეთეთ ეს. მაგრამ ნუ გააკეთებთ ამას იმიტომ, რომ გრძნობთ, რომ უნდა გააკეთოთ. ნუ მორთავთ მხოლოდ მოლოდინების დასაკმაყოფილებლად ან იმიტომ, რომ ყველა ამას აკეთებს. აირჩიეთ 1-დან 3-მდე სიმბოლო, რომელიც ნამდვილად ნიშნავს თქვენთვის რაღაცას. დაე, ეს თქვენი შობა იყოს. ნუ ჩაიძირებით 1000 სიმბოლოში, რომლებიც უბრალოდ აძლიერებენ ნიმუშებს, რომლებიც თქვენ არ აგირჩევიათ. რადგან რა ხდება, როდესაც ამცირებთ ექსპოზიციას? თქვენ მიიღებთ სივრცეს, გონებრივ სივრცეს, ემოციურ სივრცეს. თქვენ აღარ იქნებით მუდმივად აღგზნებული. თქვენ აღარ მოძრაობთ ავტომატურ რეჟიმში და შეამჩნევთ, რომ თავს უფრო მშვიდად, უფრო მიზანდასახულად და ნაკლებად იძულებულად გრძნობთ. თქვენ არაფერს კარგავთ, უბრალოდ არ ხართ ისე ინტენსიურად დაპროგრამებული. მესამე პრაქტიკა არის შეგნებული გაცემის გადატვირთვა და ეს შეიძლება ზოგიერთ ადამიანს დისკომფორტს შეუქმნას, მაგრამ აუცილებელია, სანამ რამეს იყიდით. დეკემბერში, სანამ რამეს გასცემთ, სანამ რამეს გადაწყვეთ, შეჩერდით, დაუსვით საკუთარ თავს ეს კითხვა. მინდა ამის გაკეთება, თუ ვგრძნობ, რომ უნდა გავაკეთო? თუ პასუხია, ვგრძნობ, რომ უნდა გავაკეთო, ნუ გააკეთებთ ამას. ვიცი, რომ ეს მკაცრად ჟღერს. ვიცი, რომ შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს, მაგრამ რეალობა ასეთია. დანაშაულის გრძნობით გამოწვეული გაცემა გამოფიტავს. ის ენერგიას გიცლის. ის აძლიერებს ვალდებულების ნიმუშს ავთენტურობაზე. ვალდებულებიდან გაცემა არ არის კეთილშობილება, ეს ხარკია. თქვენ მონაწილეობთ სისტემაში, რომელიც იღებს თქვენს რესურსებს სოციალური მიღების სანაცვლოდ. ნამდვილი კეთილშობილება მსუბუქია. ეს მარტივია. გსურთ გაცემა, არ არსებობს დანაშაულის გრძნობა. არანაირი ზეწოლა, არანაირი შინაგანი კონფლიქტი არ გასცემთ, რადგან ეს შეესაბამება იმას, თუ ვინ ხართ და არა იმიტომ, რომ ცდილობთ დაამტკიცოთ, რომ კარგი ადამიანი ხართ. ასე რომ, ამ დეკემბერში განზრახ აჩუქეთ ერთი მნიშვნელოვანი საჩუქარი 10 სავალდებულოს ნაცვლად. და თუ ადამიანები წინააღმდეგობას გაგიწევენ, თუ ისინი გაიძულებენ, თავი დამნაშავედ იგრძნოთ იმის გამო, რომ ისე არ მონაწილეობთ, როგორც მოელიან თქვენი სცენარი. წელს, მე უფრო მიზანმიმართულად ვმართავ ჩემს ენერგიასა და რესურსებს. მე ვამახვილებ ყურადღებას მატერიალურ გაცვლაზე მეტად მნიშვნელოვან კავშირზე. სულ ესა. თქვენ არავისთვის გაქვთ მეტი ახსნა განმარტების ვალდებულება. თქვენ არ ხართ ეგოისტი, თქვენ გულწრფელი ხართ და ადამიანების უმეტესობა ამას უფრო მეტად დააფასებს, ვიდრე თქვენ გონიათ. რასაც შეამჩნევთ, როდესაც ამას დაიწყებთ, არის ის, თუ რამდენად მსუბუქად გრძნობთ თავს. რამდენად უფრო აწმყოში ხართ, რამდენი ენერგია დაგრჩათ დეკემბრის შემდეგ, იმის ნაცვლად, რომ მთლიანად დაიცალოთ. მეოთხე პრაქტიკა არის მზებუდობის იდენტობის შემოწმება და სწორედ აქ შეგიძლიათ დაიბრუნოთ რიტუალი საკუთარი თავისთვის 21 დეკემბერს. ნამდვილი ზამთრის მზებუდობის დროს, იჯექით სიბნელეში 10 წუთის განმავლობაში. არანაირი ტელეფონი, არანაირი ყურადღების გაფანტვა, მხოლოდ თქვენ და სიბნელე. და ამ სიბნელეში ჰკითხეთ საკუთარ თავს, ვინ მინდა გავხდე შემდეგ ციკლში? არა ის, რისი მიღწევა მინდა, არა ის, თუ რა არის ჩემი მიზნები, ვინ მინდა გავხდე? საკუთარი თავის რომელი ვერსიის განსახიერება მინდა და ჩაწერეთ 3 იდენტობის განცხადება, არა მიზნები, არა რეზოლუციები, იდენტობა. მაგალითად, მე ვარ ადამიანი, რომელიც იცავს ჩემს ენერგიას. მე ვარ ადამიანი, რომელიც გასცემს გადაჭარბებისგან და არა ვალდებულებებისგან. მე ვარ ადამიანი, რომელიც შეგნებულად მონაწილეობს და არა ავტომატურად. იდენტობის განცხადებები უფრო ძლიერია, ვიდრე მიზნები, რადგან ისინი ცვლიან თქვენს ფუნქციონირების არსს. მიზნები ეხება მოქმედებას. იდენტობა ეხება არსებობას. როდესაც ამას წერთ მზებუდობის დროს, თქვენ შეგნებულად იყენებთ ამ ზღურბლის ენერგიას. თქვენ ქმნით თქვენს საკუთარ გადატვირთვას, იმის ნაცვლად, რომ კოლექტიურ რიტუალს მისცეთ საშუალება, რომ გადაგატვირთოთ. და რატომ მუშაობს ეს?
მზებუდობა კვლავ ძლიერი მომენტია. ის კვლავ გარდამტეხი მომენტია. სინათლე კვლავ ბრუნდება, მაგრამ კოლექტიური პროგრამირების არაცნობიერად შთანთქმის ნაცვლად. თქვენ ქმნით საკუთარ მნიშვნელობას. თქვენ წყვეთ ვინ ხართ იმის ნაცვლად, რომ რიტუალმა გადაწყვიტოს თქვენთვის. თქვენ არ ეწინააღმდეგებით შობას, თქვენ გადამისამართებთ მას. თქვენ იღენებთ იმავე ზღურბლის ენერგიას თქვენივე ტრანსფორმაციისთვის, იმის ნაცვლად, რომ მისცეთ მას თქვენზე გამოყენების უფლება. მეხუთე პრაქტიკა არის იანვრის ვადების ჩაკეტვა და ასე იცავთ თავს პოსტრიტუალური პროგრამირებისგან. 1 იანვრიდან 3 იანვრის ჩათვლით. გადახედეთ თქვენი მზისშემდგომი იდენტობის განცხადებებს. წაიკითხეთ ისინი. იგრძენით ისინი. ხელახლა დაუკავშირდით იმას, ვინც გადაწყვიტეთ გამხდარიყავით და შემდეგ შექმენით ერთი მარტივი ყოველდღიური პრაქტიკა, რომელიც ამ იდენტობას გააძლიერებს. არა მასშტაბური რემონტი, არა სრული ტრანსფორმაცია. ერთი პატარა რამ. თუ თქვენი იდენტობის განცხადებაა, მე ვარ ის, ვინც იცავს ჩემს ენერგიას, თქვენი პრაქტიკა შეიძლება იყოს, მე დღეში ორჯერ ვამოწმებ საკუთარ თავს და ვეკითხები, ჩემი ენერგია ჩემია თუ არა. ან თუ მას ვკარგავ, თუ თქვენი იდენტობის განცხადებაა, მე ვარ ის, ვინც გასცემს ზედმეტიდან, თქვენი პრაქტიკა შეიძლება იყოს, მე მხოლოდ მაშინ ვამბობ დიახ თხოვნებს, როდესაც ნამდვილად მაქვს ენერგია შესასრულებლად. ერთი პრაქტიკა, ერთი გაძლიერება ყოველდღიურად. და აი, კრიტიკული ნაწილი, მოერიდეთ ყველა ახალ წელს, ახალი შენს კმაყოფილებას, ყველაფერს. ნუ უყურებთ ვიდეოებს, ნუ წაიკითხავთ სტატიებს, ნუ იღიდით პროგრამებს. მთელი ეს კონტენტი შექმნილია იმისთვის, რომ თავი არასრულფასოვნად იგრძნოთ. ამიტომ იღიდით იმ პრობლემების გადაჭრის გზებს, რომლებიც აქამდე არ გქონდათ. გითხრეს, რომ გქონდათ. თქვენ უკვე გადაწყვიტეთ, ვინ ხდებით მზებუდობის დროს. კოლექტიური პროგრამირების გაძლიერებამდე ჩაკეტეთ თქვენი ვადები. ახლა უბრალოდ აძლიერებთ მას თქვენი ყოველდღიური პრაქტიკით. რასაც იანვარში შეამჩნევთ, არის ის, თუ რამდენად სტაბილურად გრძნობთ თავს წინა წლებთან შედარებით. რამდენად იმუნიტეტი გაქვთ, უნდა შეთხობინებების მიმართ, რამდენად ნაკლებად გაინტერესებთ ტიპიური ახალი წლის ქაოსი. თქვენ მოქმედებთ თქვენივე სიხშირით, კოლექტიური სიხშირის შთანთქმის ნაცვლად და ეს არის თავისუფლება. ასე რომ მოდით, ეს ყველაფერი ერთად შევაჯამოთ, რადგან აი, რას ხვდებით ახლა, რასაც ადამიანების უმეტესობა ვერასდროს ხედავს. დეკემბერში არ დაკარგეთ თქვენი ძალა. თქვენ ის არაცნობიერად გაეცით. თქვენ მონაწილეობდით რიტუალში, რომელიც არასდროს აგირჩევიათ. თქვენ გააქტიურდით სიმბოლოებით, რომლებიც არასდროს გაშიფრეთ. თქვენ ატარებდით ემოციურ ნიმუშებს, რომლებიც არასდროს დაუსვით კითხვის ნიშნის ქვეშ და ახლა ხედავთ ამას. თქვენ ხედავთ მზებუდობის დროს. ხედავთ წარმართულ წარმოშობას. ხედავთ, როგორ გახდა სატურნალია შობად. ხედავთ სიმბოლოების სისტემას, ხეებს, განათებას, წითელ და მწვანე ფერებს, საჩუქრებს, სანტას მეთვალყურეობის არქეტიპს. ხედავთ, როგორ არის მეხსიერება ნამდვილი კარიბჭე, როგორ აქტიურდება ბავშვობის ანაბეჭდები ყოველწლიურად. ხედავთ, როგორ ქმნის კოლექტიური ემოცია ველის ეფექტებს, რომლებიც ქმნიან რეალობას. ხედავთ ეკონომიკურ ექსტრაქციას, ხედავთ სოციალურ კონტროლს. ხედავთ იანვრის გადატვირთვას, რომელიც შექმნილია შემდეგი პროგრამის გასაყიდად. ამიერიდან ყოველ დეკემბერს შეამჩნევთ ამ კანონზომიერებებს. იგრძნობთ გამომწვევ მიზეზებს. უყურებთ, როგორ მონაწილეობენ სხვა ადამიანები ქვეცნობიერად რეალურ დროში. და თქვენ აირჩევთ არა წინააღმდეგობას, არა უარყოფას, არამედ არჩევანს. თქვენ კვლავ შეგიძლიათ დატკბეთ დეკემბრით. თქვენ კვლავ შეგიძლიათ დააფასოთ განათება, მუსიკა და კავშირი, მაგრამ ახლა ამას შეგნებულად აკეთებთ. თქვენ მონაწილეობთ იმიტომ, რომ ირჩევთ და არა იმიტომ, რომ იძულებული ხართ. თქვენ გასცემთ ნამდვილი სურვილიდან და არა დანაშაულის გრძნობიდან. თქვენ უკავშირდებით ავთენტურობიდან და არა ვალდებულებიდან. შობა არ აკონტროლებს რეალობას. არაცნობიერი მონაწილეობა. რიტუალები მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა არ იცი, რომ მათში ხარ. ახლა უკვე იცი და აი, რას ნიშნავს ეს. მომავალში შენ შეგიძლია გადაწყვიტო, რას ნიშნავს შენთვის დეკემბერი. შენ შეგიძლია აირჩიო, რომელი ტრადიციები გემსახურება და რომელი არა. შეგიძლია მონაწილეობა მიიღო ენერგიის დაკარგვის გარეშე. შეგიძლია შეგნებულად გამოიყენო სეზონური ზღვარი, იმის ნაცვლად, რომ მის მიერ იყო გამოყენებული. ელიტა არერიდება შობას. ისინი სრული შეგნებით მონაწილეობენ. ისინი ესმით მექანიზმი. ისინი იყენებენ კოლექტიურ ენერგიის მოზღვავებას მისგან გამოწურვის გარეშე.
აბა, დღეისთვის სულ ეს იყო. ამ ვიდეოს დასასრულს მივახციეთ და არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ ამ არხის მნიშვნელოვანი ნაწილი ხართ. თავისუფლად გაგვიზიარეთ თქვენი აზრები კომენტარების განყოფილებაში. თუ არ ხართ დარწმუნებული, რა კომენტარი დაწეროთ, უბრალოდ აკრიფეთ 100. გარდა ამისა, თუ ახალი ხართ და ჯერ არ გამოგიწერიათ არხი, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ზარის ხატულაზე დაწკაპუნება, რათა არ გამოტოვოთ სასარგებლო ინფორმაციული ყოველდღიური ვიდეოები. გმადლობთ ყურებისთვის.